მარკო ზაჭარელის ქუჩის 15 ნომერში მდებარე კორპუსის მობინადრეები ბათუმის მერიისგან დახმარებას ითხოვენ. 54 ოჯახი დაუსრულებელ სახლში ინფრასტრუქტურული პრობლემების ფონზე 5 წელია ცხოვრობს. საქმე ისაა, რომ 9 სართულიან საცხოვრებელში არ აქვთ გაზი, ელექტროენერგია, არ არის საკანალიზაციო სისტემა, მოუწესრიგებელია ეზო, ხოლო სახურავიდან წყალი ჩადის. პრობლემებით შეწუხებულება მერიას არაერთხელ მიმართეს, თუმცა უშედეგოდ. ყვებია, რომ მათი პრობლემები არც მშენებელ კომპანიას აინტერესებს. ადგილზე დღეს კოალიცია ძლიერი საქართველოს წევრები იმყოფებოდნენ. ვაჟადარჩი აცხადებს, რომ ვერ მიიღო კითხვაზე პასუხი, თუ რატომ არ შეიყვანა თვითმმართველობამ ობიექტი ავარიული სახლების პროგრამაში, რაც დაუსრულებელ სახლებში მცხოვრებლების მოთხოვნებს ერგება. ბათუმის მერიაში კითხვაზე არც მაცნეს უპასუხეს. ეს მიმდინარეობს ეს პრობლემები 4-5 წელია. არაფერი არც ეზო, არც სახურავი, არც ავისი ბავშვები დადიან, ხედავთ აგერ ყველაფერი არის წყობიდან გამოსული, აი ფასადი არაა დამთავრებული. წყალი ბეწურება, დენი არ არის, გაზი არ არის, არავინ არ მოდის, მერიაში მივედით ყურადღებას არ გვაქცევენ. ერთხელ, ორხელ არავინ არ მოდის. მე მივიწერე წერილი და დავსვი კონკრეტული კითხვა, თუ რატო ვერ ხდება მე-15 განკარგულების ფარგლებში ამ კორპუსის ჩასმა აღნიშნულ პროგრამაში, რომელიც ზუსტად ასეთი სახლებისთვის იქნა მიღებული. მე მომწერეს ყველაფერი ამ კითხვაზე პასუხის გარდა, გამომიგზავნეს ყველა დოკუმენტაცია ამ სახლთან დაკავშირებით, თუმცა ის საკითხი თუ რატო არ არის ჩასმული ამ პროგრამაში, მე ამაზე პასუხი ვერ მივიღე. შემდეგი ნაბიჯი არის ის, რომ მე მოქალაქეებთან ერთად ვაპირებ საკრებულოს ხტობაზე დავაყენო ეს საკითხი და უკვე საჯარო პასუხი მივიღო ან არქიტექტურის სამსახურისგან და ან ბათუმის მერისგან.